პროექტის პოზიციით ახლა სტუდიაში უკვე სანდრო რაქვიაშვილი შემოგვიერთება, ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მივესალმებით მას. ბატონო სანდრო, საღამომშვიდობის, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ ზუსტად აი მაინც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით, იმიტომ რომ ბოლო 2 დღეა მიმდინარეობს საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში სხდომები. გუშინ მოვისმენთ ერთ-ერთი ბიზნესმენის ჩვენებები, უკვე დღეს კი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებები. რამდენად ამართლებთ ყოფილი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ აი ამ სხდომებს და ასევე სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებსაც, რომელთა საქმეც უკვე პროკურატურას გადასცა კომისია. პირველში გილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობა. ესე იგი, თვითონ ეს საგამოძიებო კომისია თავისთავად არის პოლიტიკური სპექტაკლი, იმიტომ რომ საგამოძიებო კომისია ჭირდება ოპოზიციას, რომ აკონტროლოს მმართველი გუნდი. და როცა მმართველი პარტია ხარ, შენია პროკურატურა, სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და რასაც გინდა იმას გამოიძიებ, არ ჭირდება ამისთვის დეპუტატების რაღაც შრომა. აქედან გამომდინარე, ეს თავიდან ქართულთმას რო ქონდა სრული რამე გამოეძია, უკვე გამოიძიებთ. ყველას დაკითხავდნენ პროკურატურაც, რასაც ახლა მაგალითად ხაზარაძე რო გამოიძახეს, ხო შეეძლოთ ამ საქმეზე გამოეძახათ, რასაც იძიებს ეს საგამოძიებო კომისია. ამიტომ გასაგებია რომ ამას არანაირი შინაარსული საგამოძიებო დატვირთვა არ აქვს. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩემი არის თავარი მიზანი არის, რომ აი ხალხმა არ იფიქროს რაღაც მნიშვნელოვან საკითხებზე და აი ვიქექოთ ჩვენ წარსულში, რომ აი რაღაც 2008-ში ეს მოხდა, 2009-ში ეს მოხდა და ასე შემდეგ. და ნუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელსაც გამოიძახებენ, აქ ორი ტაქტიკა არსებობს ჩემი აზრით. ერთი შეიძლება მართლა არ მიხვიდე, იმიტომ რომ ხვდები რომ პოლიტიკური სპექტაკლია, შენი ოპონენტის მიერ დადგმული სპექტაკლია და თუ არ გინდა სპექტაკლში მონაწილეობა, სულად ლეგიტიმურია რომ ამაზე უარი თქვა. მეორე საკითხია რომ შეგვიძლია მიხვიდე და ისე ჩაერიო ამ სპექტაკლში, რომ სპექტაკლი გაუფუჭო. ანუ იქამდე მიხვიდე რომ მაგალითად ყველაფერი მაგალითისთვის აი ვაშაძე რომ მივიდა, გრიგოლ ვაშაძე რომ მივიდა, ძალიან ბევრმა გააკრიტიკა. ააკრიტიკეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან. და ნიკა მელიან ფაქტობრივად ისეთი რაღაც დაწერა, რაც დაადანაშაულა გრიგოლ ვაშაძეც, ნაციონალურ მოძრაობას, იმ პერიოდისას თვითონ იყო თავმჯდომარე ქართულ ოცნებასთან გარიგებაში. და ეს ისტორია თუ ჭორი რაც გინდა დაარქვით, საკმაოდ ცნობილია პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ველში და ყველა მიცის, მაგრამ ნიკა მელიან საბოლოოში ბოლომდე სიმართლე არ თქვა. არ თქვა რა ტიპის რაზეა საუბარი მართლა, იმიტომ რომ ალბათ რომ მოყვეს მე რამდენადაც ვიცი ეს ისტორია, ალბათ თვითონაც გამოვა ყველაფერში ასე თუ ისე დამნაშავე. და აი ეს არის პრობლემა, როცა პოლიტიკური სპექტრის, როცა აი ნახევარ სიმართლეს ამბობენ. ყველა ამბობს იმას, რაც მას პერსონალურად აწყობს. თორემ აი ხა ამ საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლებრივი რეაგირება მოხდება არ მისვლას, მაშინ აი ელოდებით გამორიცხავთ, რომ მართლა შეიძლება ან დაკავება, ან ჯარიმები მოხდეს. და აი რო თქვა რომ აი ამ კომისიაზე წარმოიდგინეთ რომ მართლა ჩინჩალაძე არ უნდა დაპატიჟონ, აი როცა იყო გარჩევა, ვინ როგორ წაართვა ბიზნესი, ხა ხო ცნობილი ფაქტია რომ ართმევდნენ ხალხს საკუთრებას, ამას ხა შეიძლება ახლიდან გავიმეოროთ სხვა ფორმით, მაგრამ მე მგონი თვითონ ნაციონალური მოძრაობა არ უარყოფს ამ ფაქტს. მაგრამ ეს ხომ ხდებოდა მხოლოდ იმიტომ რომ სასამართლო იყო ასეთი, ხო? ეს სასამართლო მათ შორის ჩინჩალაძეს გაკეთებულია. რატომ არის დაკითხული ამ საქმეზე? თუ მართლა ვინმე საინტერესო სიმართლე და ამ შემთხვევაში ზუსტად იგივეა როგორც ნიკა მელია მას რაღაც გრიგოლ ვაშაძეს შემთხვევაში მხოლოდ ის სიმართლე თქვა რომელიც მისი გადმოსახედიდან მას აწყობდა, აგერ ქართული ოცნებას მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, რაც მას აწყობს. აიტომ შეგვიძლია მიხვიდე და ყველაფერი უთხრათ სიმართლეა. მათ შორის ალბათ ლელო შეიძლება მისულიყო და მოეყო ყოლა როგორ ხდებოდა ხაზარაძე ალბათ იცის როგორ ხდებოდა იმდროიდელ სასამართლოთან ურთიერთობა, იმდროიდელ მთავრობასთან და იმ ხალხთან, რომელიც ახლა ქართულ ოცნებაშია დალაგება, ასე ვთქვათ. მაგრამ ნუ მეორე მხრივ არ მისვლაც სწორია რაღაც გაგებით, იმიტომ რომ თუ არ გინდა ოპონენტის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ლეგიტიმურია და რა მოყვება მას რო გაჩვენებს, აი ჯარიმაც შეიძლება იყოს და პატიმრობაც და ალბათ ქართული ოცნება გვაჩვენებს რა მოყვება. ამიტომ მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, არ გამორიცხავთ რომ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გარკვეული დაკავებებიც მოხდეს. ბუნებრივია ამის როგორ შეიძლება გამორიცხოთ, ისეაც უამრავი პატიმარი არსებობს. აი ხელისუფლების ტაქტიკას როგორ შეაფასებთ? ფაქტია რომ დროებით საგამოძიებო კომისიები მიმდინარეობს, საკმაოდ გამკაცრებული არის ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის ლიდერთა რიტორიკა, იგივე ხაზარაძე ჯაფარიძის საქმეები არ მისვლის გამო გადაეცათ პროკურატურას, მიიღეს სადავო კანონები, იყო ვენცის კომისიიდან მოწოდება რომ თქვა დროებით შეეჩერებინათ სანამ მათი დასკვნა იყო, თუმცა ეს რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული, გამკაცრდა რამდენიმე კანონი, მათ შორის გამოხატვა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონი. როგორ ახსნით აი ხელისუფლების ასეთ გამკაცრებულ რიტორიკას
ქმედებებს, თქვა ზომებს, რა ტაქტიკით მოქმედებს ახლა მმართველი გუნდი? ჩემი აზრით უბრალოდ ჩამოშლილი გვაქვს კონტროლის მექანიზმები. ხა შეიძლება არც მანამდე ვიამაყებდით ამ კონტროლის მექანიზმებით, ხელისუფლების კონტროლს გულისხმობ, მაგრამ ახლა როცა ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი ოპოზიციური სპექტრის თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, უბრალოდ არაფერი არ უშლით. ერთ დღეში იკრიბებიან პარლამენტში დაჩქრებული წესით 2-3 კანონს, ზოგჯერ შეიძლება მეცაც მიიღებენ და ფაქტობრივად არანაირი წინააღმდეგობა არ აქვთ. როგორც ხომ არის საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ თქვა დანდაელოდონ Ვენეციის კომისიის დასკვნებს, ან გაიზიარონ თქვა კონკრეტულად. ეს მოწოდებები იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ჩვენ ხელისუფლებას სჭირდება ამ ხალხის ხარდაჭერა. პირობითად ჩვენ თუ მართლა გვინდა ევროინტეგრაცია, ჩვენ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ევროპელი მეგობრების რჩევები თუ რეკომენდაციები და თუ არ გვინდა ინტეგრაცია და თუ არ გვაქვს ახლო მომავალში გეგმებში და ჩვენ ვიცით რომ არ გვაქვს ოფიციალური პოზიცია ასეთია, მაშინ მე რა რეკომენდაცია ასე აგერ თურქეთს ამდენი ხანია უკვე 20 თუ 30 წელია კანდიდატის სტატუსი აქვს და მაგრამ არავის აზრადაც არ მოვა რომ ეხლა თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდება. იგივე არის სხვა დანარჩენ საერთაშორისო ორგანიზაციებზე. თუ არ გვინდა მათთან თანამშრომლობა, რაც გინდა ის თქვა. ბოლოს და ბოლოს ჩვენზე ბევრად უღრესი ქვეყნებია, რომელსაც ევროპის ქვეყნებს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები და ამის გამო ეხლა ელჩებს არ გაიწვევენ და რაღაც კატასტროფა არ მოხდება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა იქეთ ვიყოთ იმ დასავლური ოჯახის წევრი ვიყოთ, უბრალოდ ასეთი რეკომენდაციების იგნორირება საბოლოო ჯამში გვიფუჭებს ურთიერთობას და ართულებს სიტუაციას. და ისიც გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირად მე რასაც ვაკვირდები ხოლმე ზოგჯერ ასეთ რეკომენდაციებს, ევროპელებიც არიან ხოლმე ბოლომდე გარკვეული ჩვენ რეალობაში, იმიტომ რომ ხშირად არასწორ პრიორიტეტებს აყენებენ ხოლმე. მაგალითად, მოვისმენ რომ აი აგენტების კანონი უნდა გააუქმოთო, მაგრამ აი აგენტების კანონი, რომელიც წინაწელს მიიღეთ, ფაქტობრივად ასკი აღსრულებულა. არც დაუწყდა ქართულოსნებას, არც ერთი NGO არ არის დარეგისტრირებული, ცნობილი NGO-ებიდან და დიდი NGO-ებიდან, არც ერთი მათგანი არის დაჯარიმებული და მთელი ეს ხმაური ისევ და ისევ იმიტომ იყო მოწყობილი, დღევანდელი გადმოსახედი იყო ასე ჩანს, რომ დაპირისპირება იყო საზოგადოებაში, ჩხუბი იყო. რატომ რა მიზანი აქვს მაშინ თუ ასეთი მიზანი აქვს ხელისუფლებას? იმიტომ რომ გამოცდილი ხრიკია როგორ მოუგო ოპონენტს. ქართული ოცნება ყოველთვის მოუგებს პოლარიზებულ საზოგადოებაში იმ შიშით, რომ აი ნაცები დაბრუნდებიან. უამრავი ადამიანი, რომელიც რა ვიცი, ეხლა შეიძლება ასე თუ ისე ნორმალურად თავის თავს გრძნობდეს, აი რაღაცნაირად რა ვიცი, ეკონომიკურად და შეიძლება უკეთესი პერსპექტივაც ჰქონდეს, მაგრამ უფრო ეშინოდეს იმის, რომ რაღაცას დაკარგავს. და თუ საზოგადოება გახლეჩილია ორ ნაწილად, მაშინ აქეთ არის ქართული ოცნება და აქეთ იქნება რაღაც ნაცები. ჩვენ სიამდვილეში ჩვენი პარტია ხო ამის ხერხული გახდა, რომ იმიტომ რომ აქეთ იყო რაღაც გაერთიანება პროდასალური და რაღაცა და ხმა არ დაიკარგოს, აქეთ იყო ქართული ოცნება და ფაქტობრივად ის ისევ გაეხლიჩა საზოგადოება. და ქართული ოცნება იცის რომ ასეთ ბრძოლაში ყოველთვის მოიგებს. და ამიტომ თუ როგორც კი სიმშვიდე დაიწყება, წინაწელს სანამ ეს აგენტების კანონს შემოაგდებდნენ, პენსიებზე მიდიოდა დებატები და რაღაც უმუშევრობაზე და ბუნებრივია ეს არ აწყობს ქართულ ოცნებას, მაგრამ ამ დისკუსიაში დამარცხდება. თქვენ თქვით რომ ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმშია, მაგრამ აი რა მიუთითებს მათ ასეთ მდგომარეობაზე, რა ფაქტორები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ თქვათ ოპოზიცია კონსულტაციებს მუდმივად მართავს აქტიურ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც თავის მხრივ ამ შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კონტაქტზე ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან აკრიტიკებს ხელისუფლებას. ჩვენ ვხედავთ ასევე საერთაშორისო პარტნიორების მკაცრ გზავნილებს, არა მხოლოდ ზეპირ განცხადებებს, კონკრეტულ ქმედებებსაც, სასანქციო პაკეტებს, ახლა უკვე გერმანია მიიღო სასანქციო პაკეტი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ და ოპოზიცია ამ ყველაფერში თავის წვლილს ღიად აცხადებს, ხომ და ამბობს, რომ საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება არის ერთ-ერთი მათი მთავარი სტრატეგია ახალი არჩევნების მისაღწევად. ანუ რატომ თვლით, რომ მაშინ თვითლიკვიდაციის რეჟიმშია? პირველში მე ამჯერა რომ ისაც ხდება ის სანქციები, ეს ჩვენი ოპოზიციის დამსახურება, მე მგონი უბრალოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორები უფრო განიცდიან ჩვენ რეალობაზე, ვიდრე ჩვენივე კოლეგები ოპოზიციონერები და იმიტომ რომ ისინი რო ასეთი წარმატებულები ყოფილიყვნენ ზოგადად, მაშინ არ მოხდებოდა ისაც ხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ მე ვერ დავიჯერებ რომ ადამიანებს, რომელიც სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს და ქმედებებით არის დაკავებული ქვეყნის შიგნით როსაღოს გადაკვეთებს, უწოჭკვიანი ხდება და ასე თქვათ უნარები სხვანაირი უჩნდება. მაგრამ აი უბრალოდ მარტივი ტესტი, ჩვენ გვაქვს 3 წელს დანიშნული არჩევნები. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნები მთავარი ამბავია, ხო? არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობენ ფაქტობრივად პოლიტიკური პარტიები. რაც არ უნდა იყოს ამ არჩევნების შინაარსი თუ კონტექსტი. როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ფაქტობრივად 3 თვეა დარჩენილი დედლაინამდე, როცა უკვე ცესკოში განცხადი უნდა შეიტანო. ზაფხულში იქნება ეს მომენტი.
როგორ შეიძლება პოლიტიკურ პარტიას ქვეყანაში ასე სიტუაციაში არ ქონდეს პოზიცია იღებს მონაწილეობას არჩევნებში თუ არა? გაცხადებული აქვთ რომ არ იღებენ. არა, არავის არ აქვს ეს განცხადებული. ყველას აქვს განცხადებული რომ აი ამ ვითარებაში არ ვიღებთ, მაგრამ რა არის ეს ვითარება? ერთ ზოგს აქვს განცხადებული რომ საერთოდ ამის დრო არის განხილვა. ვიღაცა ამბობს რომ აი თუ გაუარესდა მდგომარეობა, მაშინ არ მიიღება მონაწილეობას. და რას ნიშნავს ეს? რაღაც ხო შეიძლება მაგათ რომ ეთქვათ რომ თუ მაგალითად CSKO-ს თავმჯდომარე არ შეიცვლება, არ მივიღეთ მონაწილეობას. გასაგები კრიტერიუმია, დავინახავთ რა 15 ივლისით რომ ეს დადგება, დავინახავთ რომ კალენდარიშვილია CSKO-ს თავმჯდომარე, გვეცოდინება რომ ეს პარტია არ მიიღებს მონაწილეობას. მაგრამ ვინმეს აქვს ასეთი კაფეო განცხადება გაკეთებული? უნდა წამოიგინოთ რომ პოლიტიკური პარტია რომელიც არჩევნებამდე 6 თვით ადრე უბრალოდ ვერც კი ყალიბდება არჩევნებში იღებს მონაწილეობას თუ არა და შეგახსენებთ რომ ეს არის ძალიან რთული არჩევნები ჩვენთვის მაგალითად ახლა 63 არჩევნებია სხვა რეგიონში და ყველგან ცალკე არჩევნები უნდა ჩაატარო ფაქტობრივად და ჩვენერი პარტიისთვის ეს საფრთხო არჩევნებზე მეტი ფული გჭირდება მარტივად რო გითხრათ და დაწყებული გაქვთ უკვე მზადება? კი, იმიტომ რომ ჩვენ საპარლამენტო არჩევნების რესურსებს ვაგროვებდით წელიწად ნახევარი და არანაირი შანსი არ გვაქვს იგივე რესურსები დავაგროვოთ ამ წელს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამიტომ უნდა პრიორიტეტები დავსახოთ. მაგრამ ხვდებით, ბევრად რთული არჩევნებია და თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის რესურსებს ვაგროვებდით წელიწადი ზოგი შეიძლება 2-3, როგორ შეიძლება ამ არჩევნებზე უკვე ამით არ იყო დაკავებული თუ აპირებ მონაწილეობას? კანდიდატები უკვე შერჩეული ყავთ, მაგალითად თბილისის მერობის კანდიდატად ვისგან იხილავთ? არა, ჩვენ არ გვეყოლება საერთოდ მაჟორიტარები და მერობის კანდიდატი, იმიტომ რომ მერობის კანდიდატი ნიშნავს რომ შენ აპირებ უმრავლესობა მოიპოვო ქალაქში. ჩემი აზრით ოპოზიცია რომ მართლა დაალაგებული იყოს და მართლა ქართული ოცნების დამარცხებაზე ფიქრობდეს, როგორც მინიმუმ თბილისში უნდა ყავდეს ერთიანი კანდიდატი. ერთიანი პატიოსანი ადამიანი, არა ნიკა მელია და ჩერგოლეშლა ვიღაც უცნაური ხალხი რო არიან ხოლმე, რომელიც ოცნებობენ მერობის კანდიდატობაზე. არამედ მართლა პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს რაღაც ასეთია ისეთია. ამიტომ თუ ასეთი კანდიდატი იქნებოდა, თუ ყველა პარტია გაერთიანდებოდა, თბილისი ოპოზიციური ქალაქია და მოვიგებდით და აგერ თურქეთის მაგალითი გვაჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია როცა ყველაზე დიდი ქალაქის მერი ოპოზიციონერი. რამდენად დიდი დისკომფორტს უქმნის ეს ხელისუფლებას. უშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ უკვე ვადების მოახლოების შემდეგ, თქვათ, ოპოზიციის ნაწილმა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩაერთოს საარჩევნო მაგრამ ყველანაირად მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, გასაგებია, რომ ალბათ, რა ვიცი, ივნისში თუ გადაწყვეტილება არ გაქვს მიღებული, უკვე თად კომიკური იქნება ეს სიტუაცია. მით უმეტეს თუ მომზადებას დაიწყებ არჩევნების ეს გამოჩნდება. გამოჩნდება, იმიტომ რომ რაღაც მობილიზაცია დაგჭირდება და ამიტომ ალბათ მალე ასეთ ისე გაირკვევა ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ეს სიმპტომია, ხვდებით, ანუ შეიძლება ბევრი სხვა რაღაცას ვილაპარაკო, მაგრამ აი ახლა რო პოლიტიკურ პარტია აცხადებს, რომ ამაზე არ ვილაპარაკებ, ან პოზიცია არ მაქვს და როცა სიამდვილეში ხალხს უნდა ეძებდნენ ჩვენს მაგალითად ამ კვირის ბოლოს ჯერ ქუთაისში პარასკევას, შაბათს ბათუმში და კვირას ზუგდიდში ვიქნებით, რომ ზუსტად აი ჩვენი კანდიდატებზე ვილაპარაკოთ და ჩვენ გეგმებზე, იმიტომ რომ აბა სხვანაირად რა უნდა გავაკეთოთ. უზარმაზარი სამუშაო გასაწევი, რომ მზად ვიყოთ საფუძვლში. 31 მარტისთვის რა მოლოდინი გაქვთ, იმიტომ რომ დაანონსებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტიც იქნება, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციაც და ჩვენმა წინა რესპონდენტმა ლევან სანიკიძემ არ გამორიცხა ისიც, რომ თქვათ ოპოზიციის გაერთიანების, ამ თქვათ კოორდინაციის შესახებ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს გამოცხადებული. მე არაფრის ამჯერადაც სალომე ზურაბიშვილი იღებს მონაწილეობას. იმიტომ რომ უკვე იმდენჯერ გვაქვს ნანახი ჩავარდნა ნებისმიერი მის ინიციატივის, მათ შორის როცა ჩვენ გულწრფელად ვცდილობდით დახმარებას, ჩართული ვიყავით, გახსოვთ ალბათ პირველი ინიციატივა ჰქონდა რა შერიგების, სადაც ჩვენ მე და იაგო ვიყავით პრეზიდენტის სასახლეში და მათ შორის ირაკლი კობახიძე იყო და მთელი ოპოზიცია ჩვენ გულანძღავდა, რომ როგორ მიხვედით პრეზიდენტთან, ის ხო ქოცი არისო და უამრავი სხვა ასეთი წამოწყება ქონდა პრეზიდენტს და სანამ ჩვენ გვეგონა რომ ის გულწრფელი ამ საქმიანობაში ჩვენ ვცდილობდით რომ ჩვენ კონსტრუქციული პოზიცია ქონდა. რაღაც მომენტში მივხვდით რომ უბრალოდ არაფერი ამისგან არ გამოვა. არა, რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გინდა ასე ფიქრეთ, გინდა ფიქრეთ, არაფერი არ გამოვა და იმის შემდეგ მართლა არაფერი არ გამოსულა. ქარტია ვინმეს ახსოვს. წინა საარჩევნოდ იყო საკოორდინაციო შტაბი არჩევნების გაყალბებისგან დასაცავად. გახსოვთ ეს შტაბი? იყო რომელიმე თქვენ ჟურნალისტი იმ შტაბში? მაგრამ ხო გამოაცხადეს. და ასეთი შეიძლება გაიხსენო უამრავი მისი ინიციატივა და უბრალოდ ჩემი აზრით ეს ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოპოზიციამ დაუშვა რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოაჩინეს როგორც გამაერთიანებელი. და ნუ უბრალოდ ცოტა სასაცილოც არის რომ 31 მარტს ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხს გააერთიანებს. რომ მაგალითად მამუკა ხაზარაძე და გახარიას გაერთიანება თუ გახსოვთ? მთელი სერია შედგა მაშინ წინა საარჩევნოდ. კი, მექსიკური სერიალის რაღაც ნაირსახეობა იყო, მივიდნენ, მოვიდნენ, ასე მოხდა, ისე მოხდა.
და მთელი ქვეყანა ამასგან აკვირდებოდა, ხა შედგება ეს გარიგება თუ არ შედგება და რა მივიღეთ, რამე ხერი იყო ამისგან და ხა ის ორი ადამიანი ვერ გაერთიანა ქალბატონო სალომემ და წარმოიდგინეთ რომ ნაციონალურ მოძრაობა, გვარამიას პარტია, აი თავისუფლების მოედანი შეიქმნა ახალი პარტია ხო რომელიც გამოიყო ლელოსთან გაერთიანებას. აი ეს ხალხი როგორ უნდა გაერთიანო? თან მით უმეტეს როცა ჩვენ არ ვიცით ამ პარტიებზე არაფერი პოლიტიკური პოზიციების გარდა და ისიც კი არ ვიცით როგორი არჩევნები უნდათ, ისინი იმაზეც კი ვერ თანხმდებიან სამწუხაროდ. ახალ არჩევნებს რო ითხოვენ, რა არჩევნებს ითხოვენ? იმიტომ რომ მაგას დაწესებით ითხოვენ და აი ამაზე მინდა გითხოთ, ახალი არჩევნები და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, მათი მოთხოვნები. ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე, ვთქვათ, კოორდინაციას ყოფილ პრეზიდენტთან, ვთქვათ, და სხვადასხვა, აი საკმარისია თუ არა ამ მოთხოვნების მისაღწევად. პატიმრების გათავისუფლება გადის საბოლოო ჯამში პოლიტიკურ წარმატებას. თუ ოპოზიციურ ფლანგზე იმხელა რესურსი დაგროვდება ზეწოლის ხელისუფლებას რომ ხელისუფლება მზად იყოს რაღაცები დათმოს, იმ ხალხს გამოუშვებენ. ყოველდღიში დიდი ალბათობით და დიდ ნაწილს. და ამიტომ მაგალითად თუ აღმოჩნდა რომ თბილისის მერობის კანდიდატი სერიოზული დისკუსია დაიწყო და მართლა გაერთიანება და ქართულ ოცნებას მოუნდა რაღაც ტიპის კომპრომისის პოვნა, რომ თქვა რაღაც თავიდან არიდოს მძიმე პოლიტიკური შედეგები, მაშინ ბუნებრივად გამოუშვებენ და თუ ოპოზიცია აი დაქსაქსული იქნება, რომელიც აი იდეაში უყურებდა ალბათ ერთად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ წინა საარჩევნო ამბობდნენ რომ მნიშვნელობა არ აქვს 4-5-9-25 რომელიმე გააფერადეო და თუ რომელიმე გააფერადე და მნიშვნელობა არ აქვს. ერთობას თვით წარმატების ერთ-ერთ გასაღებად. მათთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათ შორის განსხვავება, თქვენ იცით რა განსხვავებული პოზიციები აქვთ, აი რამე თემა არსებობს, რომელიც თქვენ შეიძლება თქვათ, რომ მოისმინოთ პოზიციას, თქვათ, აი ეს ნაცები იყვნენ და არ იყო ზუსტად გახარია. აი რამე არსებობს, რომელიმე მათგანი რამე განსხვავებულს ლაპარაკობს. ნუ ისინი არც უარყოფენ, რომ ფუნდამენტურ თემებზე თანხმდებიან და ერთობა აქვთ, მაგრამ კი ბატონო, არა ფუნდამენტური თემები არც კი ვიცით რომელი აქვს. და ბატონო სანდრო, რა უშლის ხელს მაშინ ამ ერთობის მიღწევას თქვენი დაკვირვებით? იცით, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის ამ ერთობისთვის, მამუკა ხაზარაძესაც გაუკეთებია შეთავაზება და ინიციატივა, რომ რაღაც ერთგვარი ალტერნატიული საბჭო ან ეგრეთ წოდებული პარლამენტის რაღაც მაგვარი ორგანო რომ შეიქმნას, ღიად მიმართა ოპოზიციურ პარტიებს. რა აფერხებს ამ ერთობას? მე არ მინდა ეხლა მაყურებელმა იფიქროს, რომ რაღაც სერიოზული მიზეზები არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ პარტიაში დიდხანს დისკუსია გქონდა, ვინ არის მოსყიდული და ვინ არის ბოდიშთა სულელი. მაგრამ ერთმა ოპოზიციონერმა თქვა, რომ თქვენ ყველად გონიათ, რომ 80% მოსყიდული არის. მოსყიდული მხოლოდ 20% არის. დანარჩენები სულელები არიან. ანუ სიანდვილეში პრობლემა მაშინ მდგომარეობს, რომ ახსნა არ აქვს ამ ყველაფერს. ახსნა არ აქვს, როგორ შეიძლება ოპოზიცია, როცა ცალსახად იგებს არჩევნებს თბილისში. არავის არ ქონდა პრეტენზია იმაზე, როგორ ჩატარდა თბილისში არჩევნები. ყოველდღიში არავის არ უთქვამს, რომ ჩვენ რაღაც, ვიცი, არ გვაქვს არანაირი შანსი თბილისს მოგების, რომ აგერა სულ ნახევარწლის წინ მოვიგეთ. ოპოზიციამ თბილისში ხო მოიგო, ყველა თანხმდება ამაზე. დიდი უპირატესობით მოიგო. დაახლოებით პატრა პარტიების ხმები ქართულ ოცნებას რომ მიაწერა 55-45-ზე არის. და იცი, აგერ შენიმე მეზობელი ქვეყნის მაგალითზე, რამდენად დიდი ძალაა ყველაზე დიდი ქალაქის მერი რო ოპოზიციონერია. და ასეთი ქალაქები, ნუ რამდენიმე არის. ქუთაისშიც ამის შანსი არსებობს, შეიძლება უფრო ნაკლები ვიდრე თბილისში, რუსთავშიც კარგი ამის შანსი არსებობს, ბათუმში ამის შანსი არსებობს, კიდევ უფრო ნაკლები ვიდრე ქუთაისში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შანსი არსებობს. დიდ ქალაქებში ამის შანსი ნამდვილად არსებობს. როგორ შეიძლება ოპოზიცია სერიოზულად არ განიხილავდეს ამ შესაძლებლობას? კაი, შეიძლება სხვა ბოლოს უარი თქვა, მაგრამ განხილვის საკითხი როგორ შეიძლება ეს არ იყოს? და აი უყურეთ მე რომ ამას ვაკვირდები ამ უცნაურობას, მე ვაკვირდები ამ რაღაც გაერთიანებებზე უსასრულო ლაპარაკს, ძლიერ კოორდინაციას, მჭიდრო კოორდინაციას, საკოორდინაციო შტაბებს, ასეთ განცხადებას, რა თქმა უნდა შეიძლება დაუშარო ეს ხალხი რაღაცთან ან ვერ აზროვნებს ნორმალურად, ან მოსყიდულები არიან რომ აი ეს ბარდაკი მოაწყოს. მე რა თქმა უნდა არ საუბრობ საერთოდ რიგით პარტიის წევრებზე, მაგრამ მე საუბრობ იმ ხალხზე, ვინც გაწყვეტის მიმღებები არიან, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ მესმის როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს. მაგალითად მე რომ იგივე დამეწყო ჩემ პარტიაში, რომ კოორდინაცია უჭირდება და ძლიერი კოორდინაცია და მჭიდროდ რაღაცა, ჩემი კოლეგები მეგობრები მკითხავდნენ რას ლაპარაკობს სანდრო ასეც. აგვიხსენი. და მე ჩემ მეგობრებს ვერ აუხსნიდი რას ვაკეთებ, ჩემ ხარვაჭერს ვერ აუხსნიდი და როცა ეს ასე გრძელდება, თვეები გრძელდება, ერთი თვე, ორი თვე, წინა საარჩევნო და არავინ არ ლაპარაკობდა, არჩევნები დამთავრდა და არავინ არ ლაპარაკობს და ნუ აი რით ახსნა? თქვენ რა ახსნა გექნებთ? და ამიტომ მე არ მაქვს განცდა, რომ ოპოზიციის ყოველდღიში მნიშვნელოვანი ნაწილი მართლა ქართულ ოცნებას ებრძვის.
ამიტომ ამ არჩევნებზეც, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, ჩვენი ამოცანა სავარაუდოდ იქნება, რომ ჩვენ გავძლიერთ როგორც პარტია. და თქვენ სამომავლო შესაძლებლობებს და შანსებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე როგორ შეაფასებდით? კი, აი ეს ბუნებრივად დამოკიდებია გარემოზე, მაგრამ აი ამოცანა იქნება ჩვენი, რომ ვიპოვოთ სხვა რეგიონში პატიოსანი ადამიანები, ვისაც აღელვებს თავისი რეგიონის პრობლემები და საკრებულოში მათი საქმიანობა გამოიყენონ როგორც ტრამპლინი. რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ბევრად ძლიერი ვიყოთ, ბევრად დიდი გუნდი ვყავდეს და არა მარტო თქვათ აი თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში, სადაც მაღალი რეიტინგი გვაქვს, არამედ ზოგადად რეგიონებში. იმერეთი იქნება თუ აჭარა იქნება თუ კახეთი და ასე შემდეგ. აი ამ რეგიონებშიც უფრო მეტი ხმები მივიღოთ და მეტი ადამიანი ყავდეს. და ასარჩევი დიდი არჩევანი ქონდეს ჩვენ ხალხაჭერებს, როგორ დააკომპლექტოთ პირველი 30 ადამიანის სია და რაღაც 50-ის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ ოპოზიციას არ უნდა გამარჯვება, თუ არავის არ უნდა ქართულოსნების დამარცხება და მხოლოდ ამ კოორდინაციებით არიან დაკავებული, მაშინ მე რომელსაც რა ვიცი 20-30 შემოწირულობა მაქვს თვეში ჩვენი ხალხაჭერების და ამ შემოწირულობით არსებობს ჩვენი პარტია, ბუნებრივია ეხლა ვერ დავამარცხებ ქართულოსნებას, მაგრამ ვეცდები ეს გამოვიყენო როგორც ნაბიჯი გაძლიერებისთვის, რომ გავძლიერდეთ და უკვე შემდეგ არჩევნებზე მართლა სერიოზული ძალა. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუმჯობესებას ელოდებით. იმედია ქართული ხალხი დააფასებს ჩვენ თავმჯდომარეობას და ადეკვატურობას აი ამ უცნაურ ფონზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. მადლობა სანდრო რაქვიაშვილი გირჩის პოზიციით საუბრობდა გადაცემა დღის თემაში.